ახლა ჩვენ ჩავთავთ სტრასბურგს და ზურაბ ჯაფარიძეს კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ჩაგვერთვება. ჩვენ მოვისმინეთ რა განცხადებები გაკეთდა სტრასბურგში აი ევროპარლამენტში ძალიან მნიშვნელოვან განხილვამდე, რომელიც ხვალ იქნება. ითქვა, რომ თავისი სახელი უნდა დაერქვას ყველაფერს, რომ სახელმწიფო მიტაცებულია ივანიშვილის მიერ. ამ განცხადების ავტორები არიან ევროდეპუტატები, რომ პოლიტიკოსებმა საქართველოში ხელისუფლებაზეა საუბარი, შეცვალეს კურსი და შეცვალეს ხალხის ცხოვრება და ასევე ჩვენ ვნახეთ ქართველი პოლიტიკოსები ადგილზე, რომლებიც იქ სისტემის ტყვეების და ასევე სისტემის მომსახურე პირების ფოტოებით მივიდნენ და საუბრობდნენ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ცვლილების აუცილებლობაზე. როგორც გითხარით, ზურაბ ჯაფარიძე ჩაგვერთვება კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი და სწორედ მისგან გავიგებთ უფრო მეც იქ გაკეთებული განცხადებების შესახებ. ზურაბ, მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის. ვნახეთ თქვენი გამოსვლა მათ შორის აი მიმართო და თქვენ თქვით ესეთი რაღაც, რომ ევროკავშირმა ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი განხორციელდეს. აი რა ბერკეტებზე არის კონკრეტულად საუბარი, რა ბერკეტებზე ლაპარაკობთ ადგილზე მანდ ევროდეპუტატებთან? ჩვენ ბერკეტებზე ერთადერთად მოგვიწია მხოლოდ საუბარი, სხვა რაღაცები ყავით ახალ რეზოლუციის მიღება მოხდება საქართველოსზე. ამ რეზოლუციის 7 ვერსია იყო დადებული, საჩვენებს ახალი ინტერესია საქართველოს მიმართ. ამის შესახებ საქართველოს ყველა პოლიტიკური მოხდა მოამზადა თავისი ვერსია რეზოლუციის, თუმცა 7-დან 5-ის საკითხი მოვასწარი და პრინციპული განსხვავება მათ შორის არ იყო, საკმაოდ კაცრი ტექსტი იყო. ყველა და განსხვავება იყო პატარ-პატარა დეტალებში და ტექსტის ტონალობაში. შეიძლება გქონდა საუბარი იყო ის, რომ ჩვენი პრინციპული საკითხებიც იყო ეს ყოფილიყო ასახული ამ რეზოლუციაში, რომელსაც ხვალ მივიღეს ევროპარლამენტი. ეს იყო პირველი ის, რომ არც ერთ შემთხვევაში ტექსტში არ გაპარულიყო ისეთი რაღაცები, რაც შეიძლება ივანიშვილის რეჟიმს გამოეყენებინა საკუთარი პროპაგანდის საქართველოში გაეყიდა, რომ არის ევროპარლამენტი აღიარებს ჩვენი ხელისუფლების ლეგიტიმურობას და საკუთარ მოგვიწია მე როცა წავიკითხეთ, რომ მათ საკუთარ მოგვიწია პოლიტიკოსთან ამაზე კომუნიკაცია, ყველგან ნახსენები როცა საუბრობა პრეზიდენტი პარლამენტი რაღაცა ან საერთოდ საშალეს ბოლო რეზოლუციაში ნახავთ, რომ ინაკლებაშეს მოვიდათ ოკუპაციის ეძახიან და საერთოდ საერთოდ ტიტულისტი პრობლემა მოაშორეს, ან წყალებში არის ჩასწრის ხსენება ხდება. აი ერთი ნაწილი იყო, რომ ასე შემთხვევაში ტექსტი ეგეთი რაღაცები არ გაპარულიყო, რომ რასაც პროპაგანდა გამოიყენებდა და მეორე ნაწილი იყო, რომ აუცილებლად ტექსტში ყოფილიყო აქცენტი სერიოზული გაკეთებული პოლიტიკების გათავისუფლებაზე და ნახავთ ეს პოლიტიკური ტექსტი. ამაზე ფილგან არის საუბარი და მათ შორის აქცენტი ყოფილიყო ზიანაღობის შემთხვევაზე ისე ამბავია, ეს არის ამბავი, რომელიც დგას მოიცდის. ეს იყო ორი ამბავი და მესამე ნაწილი, რადგან აქცენტს ვაკეთებდი, იყო სანქციების ნაწილი. ჩვენ ფასწავდა კონკრეტულად სანქციებიდან საუბარი. საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ევროპარლამენტი არის ევროპარლამენტის რეზოლუციაც მნიშვნელოვანი იყო, იქაც მნიშვნელოვანი რაღაცები იყო გაკეთებული, მაგრამ აქვს პრობლემა ბრიუსელთან, სადაც არის ევროკომისია, რომელიც აღსრულება ამ რაღაცა ჩანაწერების ნაკლებია და ეს არის პრობლემა. რასაც აქ ყველა შეხვედრაზე რაც ჩვენ ქონდა ამ შორის შეხედულებას იზიარებდა და მათ შორის ნახავთ, რომ რეზოლუციის ტექსტიც კი გაკეთდა ჩანაწერი, სადაც საუბარია იმაზე, რომ პარლამენტი ევროკომისიის მიერ მიღებული ზომები არ არის ადეკვატური იმ რეალობისა, რაღაც პროცედურას არის საქართველოში და ანუ აქაც ყველა შეხედულებას ევროპარლამენტარების განსხვავებაც ეგეთი არის, რომ ხო რაღაცა დრო აღარ იძმეს საქართველოს მიმართებაში და შესაბამისად რაღაცები უნდა მიიღოს. კი, წინა პერიოდში ჩვენ გვინახავს მოწოდება ევროკომისიის მიმართ, რომ ემოქმედა მას და აი ეხლა რა მექანიზმი არის ამ შემთხვევაში? ჩანაწერი არ არის რეკომენდაციის ხასიათის არის ხოლმე მეწილად, მაგრამ ეხლა არსებული კრიტიკული ვითარებიდან გამომდინარე, ხო აი რას ვნახავთ რეალურად? უფრო დეტალიზებულია ნახავთ ყველაფერზე არის საუბარი ამ რეზოლუციაში. მაგრამ მაგალითად აი როდესაც სანქციებზე არის საუბარი და აქედან მიდივართ ისე და პასუხი, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი და მართლა ეგრე არის, ბლოკავენ სანქციების წესს
ჩანაწერი გაკეთდა თავის დაპირება, მაგრამ ბალტიის ქვეყნებმა გამოიყენეს ინდივიდუალური დასამცირების მექანიზმი, თითოეულ ქვეყანამ რომ ეს იგივე უნდა გააკეთოს ყველა დანარჩენ ქვეყნებმა, რომ გარდა უმჯერსეს სლოვაკეთს. ანუ ეს სხვა ქვეყნებისთვის იქნება მწვანე შუქი მეცნიერულ ამაზე აქცენტი. ფარვალდებულო ხასიათი ხო არ აქვს ევროპარლამენტის რეზოლუციას, მაგრამ მოწოდება არის ნაციონალური პარლამენტების პრემა ბაზონ ბალტიის ქვეყნებს და მიიღონ ეგეთი ტიპის ზონები და კონკრეტულ ზონებზე არის საუბარი და ეს არის ზოგადი ხასიათის შანაწერი. ამის გარდა უბრალოდ ესმოდა ჩვენი ფუნქცია რაც იყო აქ საღამოდან ეს განმავლობაში არის დანარჩენი რასაც რეზოლუციაში ნახავთ არის ამ ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკის ნამუშევარი ჩვენ რაღაცა ფაქტ ჩეკერებაც ვიყავით ამ რაღაც კონკრეტულ ფაქტებს ამოწევდნენ ჩვენთან ნამდვილად ესე იყო ნამდვილად ამ დღეს მოხდა ნამდვილად რაღაც ესე განვითარდა მოვლენები სახელებს და გორეკანონზე მაგალითად ნახავთ რომ ეს ცალკე პარაგრაფი არის კონკრეტულ ადამიანების ძორებითა ჩამონათვალია ივანიშვილის გარემოცვაც აღარ ქვია მაგრამ ფაქტო გადებით ოჯახია და ბიზნესმენი და პროპაგანდისტები და ასე შემდეგ და ამ სიას განიხილავდნენ ახლა ცოტა სიმბოლოს შეხედა იქ იყო მასიაზე საუბარი ყოველთვის ფაქტთან დანარჩენ ტექსტანებაში ჩვენ ვიყავით ფაქტების შემოწმებები ისე და ჩვენთან ამოწევდნენ რაღაცები უზუსტობები არ გაფარულიყო ტექსტში. გასაგებია ზურა ისე ამ პროცესის საწინააღმდეგოდ მუშაობს მანდვინმე ქართული ოცნებისთვის, იმიტომ რომ წინა რეზოლუციის დროს მახსოვს რამდენიმე კრიტიკული მოსაზრება გამოითქვა, რამდენიმე მხარდამჭერი ყავდა ადგილზე ევროდეპუტატებში ქართულ ოცნებას და ეხლა რა ვითარება არის რა სიტყვით ამაზე რას გეუბნებიან ევროდეპუტატები? ვინმეს ინტერესში არის რომ სხვა ტექსტი მიიღოს ოცნებამ? ანუ აი ამაზე ანუ ერთი არის უარესი მდგომარეობა მაგალითად წინაზე იყო სტრასბურგში როცა საფრანგეთის ასამბლეა მიიღო რეზოლუცია ჩამოსული მაინც იყო სამაგნიტური კონსტიტუციიდან და დრეფში მაინც ისე არავის არ ლაპარაკებოდა ნაციკად მისაუბრე მაგრამ დრეფში მაინც ისე აქცენტად ჩამოდიან ანუ უნდა ანხადე ცხად სინამდვილეში რუსები მისაუბრენ მათემატიკას ანუ რუსები ლაპარაკებენ უნგრელებსაც რუსები ლაპარაკებენ სლოვაკეთსაც და რუსები აკეთებენ მათ საქმეს ისინი არ ჩამოდიან და არც არავის არ ლაპარაკებენ იმიტომ რომ გამარჯვებასაც არავინ არ ეუბნება და არავინ არ ცხადი ხა ევროპარლამენტში და პოლგანიკოვი რამდენიმე გის როგორც ხოდათ ნაპოლის ილონი ზოგადად იყო ეს გაბუძგული მაისუნი თუ გამოდიოდა ხოლმე ეგეც სუიპო სადღაც მაგრამ არ გადიან და არავის არ ლაპარაკებენ სწავლობთ მაგის გამო რომ პრობლემა აქვს ხელს არაცნობს ალბათ არავინ და არა რუსები აკეთებენ მაგრამ საქმეს დასაგებად ხადი უნდა იყოს ყოველთვის ამიტომ ამაზეც აღაჯავებ რუს და ენერგიას არავინ მაგაზე არ მუშაობს ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა როგორც ვიქარ მოამზადა საკუთარი დრაფტი ან საკუთარი მონახავი ამ რევოლუციის აქ არის პოლიტიკური ჯგუფები არის ინგლისური და მარცხნიდან დამთავრებული უკრაინული მარცხი და ყველას ჰქონდა თავის ტექსტი მომზადებული ყველას დაგიხოს. ზურა, ერთი საკითხია. კი ბატონო და ბოლო კითხვას დაგისვამთ, არ ვიცი რამდენად ჰქონდათ საშუალება რომ მოგესმინათ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა რამდენიმე განცხადება დღეს ქონდა შეხვედრა ეკონომისტებთან, ფინანსისტებთან, სისტემის ტყვეების ოჯახის წევრებთან, ასევე 8-ზე თორსტები 8 საათზე უნდა დაიწყოს შეხვედრა საჯარო მოხელებთან და რამდენიმე საკითხზე გაამახვილა მან ყურადღება, მათ შორის ახსენა, რომ მნიშვნელოვანია მიუნხენში წაიღოს კონკრეტული გზავნილები, მათ შორის იმის შესახებ, აი რა იქნება ახალი არჩევნების დანიშნის შემდეგ, ზურა და რა იქნება მთავარი გამოწვევაო, მე ამაზეც მინდა საუბარი ადგილზე მჯერა რომ ახალი არჩევნები ყველა შემთხვევაში იქნება, ამიტომ იმ პერიოდის შემდეგ გამოწვევებზე წინასწარ უნდა იყოს საუბარიო, აი ამაზე თუ არის ინტერესი ადგილზე სტრასბურგში, გარდა იმ ვითარების შეფასებისა, რომელიც ეხლა ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, ახალი არჩევნების მიღწევა და შემდგომი პერიოდი. კი, არის მაგალითად საუბარი, ამ ინტერესებს საბოლოო ჯამში, როგორც წარმოგიდგენა, როგორ განვითარდება და ახალი არჩევნების შემდეგ როგორ შეიძლება ქვეყანაში მოვლენ გავიტანოთ. ნუ მან ერთი რაზეც არსებობს კონსენსუსი ოპოზიციის პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, ნუ ოპოზიციური აღარ ქვია იდეაში და პოლიტიკური კოალიციაში გადავიდა, მაგრამ პოლიტიკის ჯგუფებს რომელიც ჯამში დაიმატეს ეს არჩევნებში ეს არის ქართული პარტია, იგივე სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა, სადაც კონკრეტულად არის გაფრთხილებული რეფორმები, რომელიც ქვეყანაში არის გასატარებელი. ეს რეფორმები ყველა გამომდინარეობს ევროკომისიის რეკომენდაციების 9 პუნქტიდან და
პირ კავშირში ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან ან სხვა ავტორიტეტის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებთან და მინიმუმი რადგან შეიძლება მოდერნი ყველა პოლიტიკური გუნდს პროცესული დატარდება საქართველოში რაც გახება ინტერესდება იმისა რომ საქართველოს გახსნას პოლიტიკები ევროკავშირი ამის მიღმა შეიძლება მოხდება ასე შეთანხმება და ჩვენი საჭირო რომ შეთანხმება ეგ არის სამუშაო პროცესი ეხლა ამ წუთში რო ვიხარ მაგალითად შევაბამ დინარებს ყველაზე სრული გამოწვევა რა იქნება თავისთავად კოალიციის შექმნა არის საკმაოდ დიდი გამოწვევა ჩემი პირველი შემთხვევა იქნება ამ ქვეყნის ისტორიაში შესაძლოა ქვეყანაში არ იქნება ექპარტიული და ერთდროულად ეგ გამოცდილება ამ პოლიტიკის ჯგუფებს არავის არ აქვს ამ პოლიტიკის ჯგუფს არა და თავისთავად არის მარტივი ამბავი და მე მგონი ეს ჩანს რაც გარედანაც არ არის მარტივი ამბავი მაგრამ მოგვიწევს გზით სიარული იმიტომ რომ ну რა ეს ეს შენობა არის ევროპალას ეს გუნდა აქ არის პირველად დასწრებული ტურიზმის მასზე ნამდვილად ტურიზმის მარჯვნივ ყველანაირი პოლიტიკური დემონების ჯგუფები არა წარმოადგენენ როგორაც ახერხებენ რაღაცების შეთანხმებას რაღაცების კონსენსუსის სიარულს და საბოლოო ჯამში რაღაცა პროცესი პოლიტიკური პროცესი არსებობს ეს მოგვიწევს მათ გზით სიარული მოგვიწევს მაგის სწავლა და აზრება და ეგრეთ დიდი მადლობა ზურაბ, მადლობა. გაგემშვიდობებით, ეს იყო ზურაბ ჯაფარიძე.